გაზაფხულის დადგომასთან ერთად ალერგიული ადამიანებისთვის ალერგიის საფრთხე იზრდება. რა უნდა ვიცოდეთ ალერგიებზე და შესაძლებელია თუ არა წინასწარ თავის დაცვა ალერგიისგან. თემაზე სტუმართან ექიმ ალერგოლოგ და პედიატრ შორენა ცხელიშვილთან ერთად საუბრობთ. აღმშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა შორენა ექიმო, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა. თავად უკვე მეორე ვიზიტია. შინაურივით ვარ. მიხარია თქვენთან ერთად. სასიამოვნოა ჩვენთვის ამის მოსმენა. გაზაფხული მობრძანდა, დღეს 1 აპრილია და რამდენადაც ჩვენს გილოცავთ გაზაფხულის დადგომას. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი გაზაფხულთან მოყვება ალერგიები და ეს დაკავშირებულია ალბათ ხეების და მცენარეების ყვავილობასთან, თქვენ უკეთესად აგვიხსნით და რა უნდა ვიცოდეთ გაზაფხულთან დაკავშირებულ ალერგიებზე, ეს რომ გითხრათ და როგორი სიმპტომებით გამოიხატება ზოგადად ალერგია. როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი, რომ გვაქვს ალერგია? ესე იგი, გაზაფხული ყველაზე მეტად ლამაზი დროა დამეთანხმებით ყველა დროებთან ერთად, ჩემთვის განსაკუთრებით, მაგრამ თან გაზაფხულის მოსვლას ახლავს უამრავი სხვადასხვა ტიპის ალერგიები, რომლებიც ძირითადად განპირობებული არის იმ ყველა მცენარის, ბუჩქის, ბალახის ყვავილობის გამო, რომელიც ჩვენთან უხვად არის საქართველოში და ზოგადად დედამიწაზე. გაზაფხულზე მცენარები იწყებენ ყვავილობას და ყვავილობის დროს გამოიმუშავებენ უამრავ მცირე ზომის ნაწილაკებს, რომლებიც მიმოიფანტება ბუნებაში, ესენი ხვდება ადამიანის ზედა სასუნთქზებში, თვალზე, ცხვირის ლორწოვანში, პირის ღრუში და შესაბამისად ორგანიზმისთვის აღიქმება როგორც უცხო სხეული. ამიტომ ორგანიზმი იწყებს ამის ძაბ რეაქციას, იმისას რომ მოიშოროს ის ორგანიზმიდან. ამისთვის იწყება, ამის გამო იწყება ხველება, ცემინება, პირველ რიგში ცემინება, რომ ცხვირის ნესტოდან გამოყაროს, ხველა, იმიტომ რომ ამოიღოს ლორწოსთან ერთად და თვალის ქავი, იმიტომ რომ ხდება თვალის ზედაპირზეც ეს. ანუ პირველი, როგორც აღვნიშნეთ, პირველი სიმპტომი, როდესაც თარდება ალერგიული რეაქციები, მეორნაირად ჩვენ მას ვეძახით პოლინოზს, ეს არის ხემცენარეების მტვერით გამოწვეული ალერგიული რეაქციები. უმეტესწილად განსხვავება პოლინოზის, ანუ ალერგიის და ვირუსული ინფექციების, შედარება ხდება ხოლმე, რაც ძალიან ხშირად 7 ძირითადი მახასიათებელი აქვს. ეს არის ცხვირი, ცემინება, გარეთ გადის პაციენტი და შეეხება თუ არა მცენარეს, ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური, ამაზე შემდგომ ვისაუბრებ, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს სხვა, მაგალითად ხემცენარეებზე ალერგია, მაგრამ ეს უფრო ნაკლებად სიხშირეა, იმიტომ რომ ხემცენარების მტვერი უფრო მძიმეა და ძირს ილექება. ხოლო ბუჩქოვანი და ბალახოვანი მცენარების მტვერი არის ძალიან მსუბუქი და შეიძლება იმ მცენარეზე, რომელზეც ალერგია გვაქვს, ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსიდან რამდენიმე კილომეტრშიც იყოს, მაგრამ ჩვენ იმერეთში განსაკუთრებით ქარი არ გვიჭირს, ქარი ან ამიდებში ძალიან ხშირად გქონდეს ალერგიული რეაქციები. ანუ 7 ძირითადი მახასიათებელი, რასაც საუბრობთ, ეს არის ცემინება პირველ რიგში. მკვეთრი ცემინება, რომელიც არც ალერგიული, ეს ტემპერატურით არ იწყება და არაფერთან არ არის კავშირი, პაციენტი გადის გარეთ და იწყება ინტენსიური ცემინება, ან აღებს ფანჯრებს, ან ჩამოწევს მანქანით მგზავრობისას და იწყება ცემინება. გარდა ამის არის თვალების ქავილი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ ახლავს ვირუსულ ინფექციას, ძალიან იშვიათ შემთხვევაში თუ ის კონjunktივით არის ჩირქოვანი კონjunktივით გართულებული. მესამე აქ არის ხველა შეტევითი ხასიათის, რომელიც ხშირ შემთხვევაში ობსტრუქციულ ხასიათს იღებს, განსაკუთრებით ეს ასთმიან ადამიანებზე ვსაუბრობთ. არის აგრეთვე ჩახმის ჩახლეჩვა, ეს კიდევ მეოთხე სიმპტომი არის კანის გამოშრობა, ეს არის ატოპიური დერმატიტით მიმდინარე და არის ასევე ცხვირი ვთქვით, ყველაც თავის ტკივილი ხოა, უკაცრავად თავის ტკივილი, რომელსაც მეორენაირად უკაცრავად ბოდიშკი ხდით, ეძახიან სინუსურ თავის ტკივილს. ახლა ძირითადად ეს გამოწვეული იმით, რომ როცა ალერგენი ხდება ზედა სასუნთქზებში, იწვევს შეშუპებას, ქავილს, ლორწოს დიდი რაოდენობით გამოყოფას, რაც თავის მხრივ თავის ტვინში ჟანგბადის ნაკლებობას გამოიწვევს და ვითარდება ქრონიკული თავის ტკივილი გაზაფხულზე და იტანჯებიან ალერგიული პაციენტები თავის ტკივილით. პრევენციას შევეხები, მკურნალობა აუცილებლად, ახლა თუ კი ეს არის სეზონური და ყველა სეზონზე ხდება აუცილებლად, უნდა მიმართონ ექიმს და გამოიკვლიონ რაზე აქვს ალერგია და შესაბამისი მკურნალობა ხდება. მკურნალობა მოიცავს რამდენიმე ტიპს. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდები, ანტიგისტამინური, ან ჩვენ რო ვსაუბრობთ გასაგებიანით, ეს არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები და არის ასეთი ჰიპოსენსიბილიზაცია, რაც 100 წელზე მეტია ტარდება ჩვენთანაც საქართველოში, ანუ მსგავსი, რაზედაც გაქვს ალერგია,
ესე უბრალონით რო ახსნათ. გამოკვლევა ხდება რაზე აქვს ალერგია და ჩვენთან ძალიან წარმატებულად კეთდება და შესაბამისად პაციენტზე მორგებული კეთდება ჰიპოსენსიბილიზაციის მეთოდი, ანუ ალერგენი შეყავთ მცირე დოზებით, მზარდი დოზებით და იმის მიმართ ორგანიზმს უკვე იმუნურ სისტემას აღარ აქვს ძაფრი რეაქცია, ანუ აღიქმება როგორც უკვე მისთვის მისაღები და მეგობარი, როგორც ესე მეგობრულად რო ვთქვათ ჩვეულებრივ ენაზე. თუმცა ერთადერთი ამ ჰიპოსენსიბილიზაციის მეთოდის პრობლემა არის დროში გაწელვა. აი უფრო სწრაფი მოქმედება აქ რა თქმა უნდა მედიკამენტებს და რომელსაც ნიშნავს ექიმი ალერგოლოგი. რა თქმა უნდა. ეხლა პრევენციაზე მივედით. პრევენცია არის აუცილებლად, როცა იცის პაციენტმა ექიმის დაგიდგინათ რაზე გაქვთ ალერგია. აუცილებლად უნდა მოერიდოს იმ პერიოდში გარეთ გასვლას, ფანჯრის გაღებას, აი განსაკუთრებით როცა მტვრის ნაწილაკები ბევრი, ეს არის დილის საათებში და ქარიან ამინდებში, ან თუ გარეთ გავა იხმაროს სათვალე და ქუდი, აუცილებლად სახში შემოსვლისთანავე დაიბანოს ხელები და გაიხადოს ტანსაცმელი, რომელიც ეცვა, იმიტომ რომ ეს მტვერი არ შემოყვეს და პრევენცია არის უმეტესწილად ადამიანებთან კონტაქტის მოერიდონ იმ ალერგენთან, რასთანაც იცის რომ ალერგია აქვს, აი პირველი. თუმცა ამასაც ეხლა თქვით, ზოგჯერ სცენარი შეიძლება კილომეტრებით ყვაოდეს ჩვენი დასახლებული პუნქტიდან და მაინც მოგწეს ალერგიული. საკმაოდ ესეთი სიტუაცია, როცა თავის დაცვა გვიხდება, რა თქმა უნდა, იმის ფასად რომ ხშირად გარეთ არ გავიდეთ, ზოგჯერ სამსახურზედაც უარი ვთქვათ, იმდენად მძიმე შეიძლება იყოს ზოგიერთი პაციენტისთვის ეს პოლინოზი. ანუ ხელმძენარების ალერგია. შეიძლება თუ არა რომ ალერგია ადამიანს გადაეცეს მემკვიდრეობით. ალერგიული განწყობა არის მემკვიდრეობით უმეტესწილად, ანუ თუ ბებიას, ბაბუას, მამას და თუ პირველი რიგის მემკვიდრე როცა დედმამას ალერგია უმეტეს ხშირად თორე არის ხოლმე რომ იყო ბაბუასთან, მამიდასთან, კი, განწყობა, მემკვიდრული განწყობა არის ნამდვილად. შეიძლება კონდეს ბებოს სხვა ტიპის ალერგია, ბავშვი გამოვლინდეს სხვა ტიპის ალერგია, თუმცა ხშირად, კი ბატონო. ბავშვები ახსენეთ და კვებითი ძალიან ხშირი. ხო, აი, რომელი პროდუქტი არ უნდა მიიღოს თქვა ბავშვმა და კონკრეტულად რომელიმე პროდუქტი არ დავსაჯოთ, ალერგენი შეიძლება სხვადასხვა ადამიანისთვის სხვა იყოს, მაგრამ უმეტესწილად ალერგენად ჩაითვლება ის პროდუქტი, რომელშიც შედის ისეთი ნივთიერება, რომელიც ორგანიზმისთვის დიდად სასარგებლო არ არის. აი, ეს არის სწრაფი შობოლვის პროდუქტები. ეს არის სწრაფი კვების პროდუქტები, აი სადაც ან კიდე შენახვის ვადა, სადაც დიდი აქვს პროდუქტს და ემატება კონსერვანტი, ანუ ესენი შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ორგანიზმისთვის ალერგიულ რეაქციად. აი ხალხში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ ნესვი, კიტრი, მარწყვი არის ალერგიის გამომწვევი. ადამიანს, ნუ ახლა ბავშვებს საუბრობ, იმიტომ რომ ახლა პედიატრი ვარ, ხშირად წამოწდება ხოლმე. თუ კი ადამიანს ეს ალერგენი, ეს პროდუქტი მიუღია და მისთვის ალერგიას არ წარმოადგენს, ეს არ არის, არ უნდა შეიკავოს, უნდა მიიღოს ჩვენებთ ახლა გაზაფხულის ალერგია, ანუ პოლინოზი ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ალერგია ხელმცენარების მტვერზე. ხოლო თვითონ თუ პაციენტს მიუღია ნესვი, მარწყვი, სხვა დროს და არ იყო ალერგიული რეაქცია, თავშეკავება არ უნდა. გასაგებია. ორსულ ქალბატონებზე რას ბრძანებთ? თორსა ადამიანი ორსულად არის და მას თქვათ აქვს ალერგია. სპეციალური მედიკამენტები არსებობს ორსულებისთვის და სპეციალური კორტიკოსტეროიდის შემცველი ხსნარები, რომლებიც გამოიყენება ფეხმძიმობის დროს. ანუ დღევანდელი მედიცინა გვაძლევს, რომ არ გაუჭირდეს ფეხმძიმეს, ანუ ორსულ ქალბატონებს ალერგიის გადალახვა. თუმცა არსებობს ორსულისთვის დამახასიათებელი პოლინოზი, ანუ როგორც კი დაფეხმძიმდება, ქალბატონი აქვს ხვირის გაჭედვა, რომელიც მაშინვე მოიხსნება, როგორც კი შობადობა დადგება. ანუ ხდება ესეც, ანუ საერთოდ არ აქვს ალერგია, მაგრამ აი ფეხმძიმების დროს ეწყებათ. ან აქვს დერმატიტი. ალერგიული დერმატიტი უშუალოდ ფეხმძიმების დროს. როგორც კი დამთავრდება, დაიბადება პატარა, მოევლინდება ქვეყანას, ეს უკვალოდ ქრება დერმატიტი. თუმცა ახლა იმ პერიოდში პაციენტს აწუხებს და რა თქმა უნდა აუცილებელი არის ვიზიტი. ჩვენ მოკლედ რომ ვისაუბროთ, ცლად ვისაუბრეთ გაზაფხულის დადგომისთანავე რა ალერგიები შეიძლება ადამიანს აღმოაჩნდეს და რომ ვისაუბროთ კიდევ რა სახის ალერგიები არსებობს. ადამიანს შეიძლება თუ არა ქონდეს სიცივის ალერგია, ქონდეს თუ არა ქარის დროს ალერგია. დიახ.
კიდე რა სახეობები არსებობს ალერგიის? უამრავი სახეობა, ხა მარტო გაზაფხულს ნუ დავჭით, ხა გაზაფხულის დროს მეტია, იმიტომ რომ ეს ხემცენარეებთან არის დაკავშირებული და ამიტომ გამოდის, რომ გაზაფხულზე რიცხობრივად ბევრია ალერგიული ადამიანები, სწორი არსებობს სიცივის ალერგია, კვებითი ალერგია, არსებობს მედიკამენტოზური ალერგია, არსებობს აი ქარის დროს, იმიტომ რომ თვითონ ეს მტვრის ნაწილაკები დალი. არსებობს ოთახის მტვრის ტკიპის ალერგია, რომელიც ყველგან ცხოვრობს და ხშირად როცა ამბობთ რომ ოთახის მტვრის ტკიპა წარმოუდგენიათ რომ ეს ოთახის მტვერი არა მტვერი სულ სხვა რაღაცა ეს არის ოთახის მტვრის ტკიპა მიკროსკოპული ნაწილაკი რომელიც ცხოვრობს ყველგან განსაკუთრებით აი ჩვენი ბებიების ნამზვით ბალიშებში ბამბის ლეიბებში რომლებიც ჩვენ დროს იყო საბნებში ეხლა სინდიპოტის რაღაცებია ეს თეთრეულები უფრო უკეთესი მოხმარებადია და ურჩევთ ხოლმე, იმიტომ რომ იქ ამ მიკროსკოპულ ტკიპებს ცხოვრება არ შეუძლია. სპეციალური ხსნარებიც კი შეიქმნა ამ თეთრეულების და რბილი ავეჯების დასამუშავებლად. არის ეს ხსნარები ჩვენთან ბაზარზე ახლა უკვე შემოვიდა. ანუ უმეტესწილად ისე აი პროცენტულად რო შევადარო როგორც ალერგოლოგმა, რა მეტია პოპულაციებში ალერგიის რომელი სახეა, მეტად არის გავრცელებული ოთახის მტვრის ტკიპის ალერგია, დასავლეთში ნესტის ალერგიები და ხემცენარეების. ანუ უმეტესწილად მაინც ეს ამ ტიპის ალერგიებით გვაწუხებენ. ძალიან დიდი მადლობა პასუხებისთვის, მაგრამ ვიდრე დაგემშვიდობებით, კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამთ. ძალიან ხშირად გაიგონებთ ალბათ თქვენ მოგისმენიათ როგორც ექიმს ეს აზრიც, რომ ალერგიიდან შესაძლებელია თუ არა განვითარდეს დაავადება ასთმა. რა თქმა უნდა, ასთმა ის არის ალერგიული ინფექციური დაავადება. ანუ ძირითადად ასთმა უყალიბდებათ პაციენტებს, რომელსაც აქვთ პოპულაციაში, გენეტიკაში ალერგიული ფონი და ხშირი რესპირატორული ინფექციების ან ხშირი რაიმე დიდი ინფექციის ფონზე მე შეიძლება ჩამოყალიბდეს. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. არც ასაკში შეიძლება ნებისმიერ ასაკში ჩამოყალიბდეს, თუმცა ეხლა იმდენად ასთმის რაოდენობა გახშირდა და ამას უკავშირებენ, იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან ამაღლდა ტექნოლოგიები ძალიან ბევრი ამ მანქანის გამონაბოლქვი, ძალიან ბევრი ხსნარები, რომლებიც ქიმიური ნივთიერებებს შეიცავენ და ესენი კიდე ალერგენია ადამიანის ორგანიზმისთვის და შესაბამისად ძალიან იმატა თვითონ ვირუსული ინფექციების რისხვა. არ ორივე მხარე ალერგიული ალერგენების რაოდენობაც და თვითონ ინფექციების რაოდენობაც საკმაოდ ბევრია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, თქვენი რჩევებისთვის და თქვენს მიერ ახსნილი ალერგიის შესახებ ინფორმაციისთვის. მადლობა თქვენ ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლდათ ექიმი, ალერგოლოგი, პედიატრი შორენა ცხელიშვილი. მადლობა რომ ვიყურებთ, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.